მოსე პორტრეტებისთვის სახეებს როგორ ირჩევ? ყველას ხომ არ უღებ? აი რაც საინტერესოდ მომეჩვენება ხოლმე, საინტერესო. პირველ რიგში რა იქცევს ყურადღებას? ემოცია რა. თავარი არ მხედავდეს პირველ რიგში, რომ ისე გადაუღორო. აი მაგალითად ახლა სოფოს გადაუღე და რაღაც დადებითი ემოცია არის სოფოს. აი ეს ბუნებრივი. თუ ხედავს მე ბუნებრივი არ გამოდის. თავარია რომ არ მხედავდეს, რომ ისე გადაუღორო, ბუნებრივი. რა ემოციაც ექნება, რავი, ბრაზი, ნაღვლიანი, რავი, სიხარული, რავი, ყველა ემოცია ძალიან საინტერესოა. პირველი კრიტერიუმი ეგ არის რომ არ მხედავდეს რომ უღებ რა. პოლიციელების სახეებს იღებ? კი, მაქვს პოლიციელების პორტრეტები ბევრი. მათი ემოცია რა არის? ძნელი სათქმელია, არ ვიცი. არ გინდა დაკონკრეტება. არ ვიცი, დაკონკრეტება არ არის, რთული სათქმელია. მაგალითად, ზოგი პოლიციელში რაღაც თანაგრძნობის შემიმჩნევია, რომ მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ აი რაღაც თანაგრძნობით არიან დამოკიდებულებაში. მაგრამ ეს თანაგრძნობა საშიშია რომ გამოხატო. ხო, საშიშია და მალავენ ალბათ, ხო რა. ხო, თუმცა მაინც ემჩნევათ ხოლმე. რაც ასიხარულოა ალბათ. გიორგი მოსიაშვილი, ზედმეტსახელად მოსე, ფოტორეპორტიორი. გიორგი, მოსეთი გიცნობთ ყველა. ყოველ საღამოს ჩვენ ველოდებით შენს Facebook-ზე ფოტოებს აქციიდან. რა გაძლევს мотиваციას? მე არ ვამბობ ეხლა რომ რაღაც გენიალურია რაღაცა კადრები და ის, მაგრამ ხო ფოტორეპორტაჟებია და ისტორიულია. რო გავიხედავთ 10 წელი გავა, 15 წელი გავა და რო გამოვიხედავთ აქეთ, ვიამაყებთ რომ აქ ვიდექით და იამაყებენ ის ადამიანებიც, ვინც აქ დგანან. გამარჯობა, როგორ ხარ? მადლობა. რაც კანონმდებლობით აიკრძალა გზის გადაკეტვა და სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მესამე ჯერზე ეს ადმინისტრაციული რო შეიცვალა და გახდა სისხლის სამართლის დანაშაული. ამან ესეთი ხასიათი მიიღო, რომ დაიწყო მსვლელობები. და ეს რაღაც ფან გახდა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ 1000-ად გაიზარდა ხალხის რაოდენობა რუსთაველზე და რაღაც თან ხო იმიტომ არიან რომ რაღაც თავისი ევროპული მომავალი დაიცვას ამ ხალხთან. თან იმიტომ არიან რომ რაღაც ფან არის რა, დავდივართ სხვადასხვა ქუჩებში, ზოგჯერ არ გვაძლევენ საშუალებას, ზოგჯერ ქვეითა გადასასვლელებს გვიკეტავენ, ზოგჯერ მიწისქვეშა გადასასვლელებს გვიკეტავენ და ასე შემდეგ და ეს რაღაცა ეს ურთიერთობა, რაღაცა ერთმანეთის მხარდახარ დადიან, ერთმანეთს იცავენ დაკავებების დროს. აივნებიდან ხალხი გესალმება, ფანჯრებიდან. ეს განსაკუთრებული მომენტია, იცით? ხო, მანამდე ლოკალურად იყო აქცია პარლამენტთან, მხოლოდ მანქანები რო გაივლიდნენ და როცა გადაიკეტებოდა მანქანებიც არ დადიოდა და ინფორმაციაც არ მიდიოდა ადამიანებამდე, ასე ვთქვათ, რა პირდაპირ ინფორმაცია. ასეთ უკავშირს უფრო მეტს იღებთ. ახლა რომ სხვადასხვა ქუჩებში, აი ვიწრო ქუჩებში არის აქციები, ეს ხალხის ეს დამოკიდებულება, ერთიორად მუხცაჩენს რა ადამიანებში. დროშებს გადმოფენენ, რა ფანრებით გვესალმებიან, თავის ძაღლი გამოყავთ. დღეს ძალიან კარგი კადრი იყო ერთი, რომ აქციებზე დაყავს ხოლმე ამ აქციის მონაწილეა და თავის ძაღლი გამოიყვანა, ეს ძაღლი რომელიც აქციაზე გავიცანით, ლაქები აქვს აქ თვალზე და ზედმეტსახელად ცესკოს ვეძახით, ცესკოში ვარქვით აქ აქციებზე და რაღაც ხო რა, უფრო დაიმუხტა ადამიანები, ასე ვთვლი და ასე ვფიქრობ რა. ხო, შენ თქვი რომ ეს ფან გახდაო რაღაცნაირადო, მაგრამ ყოველდღიურია ეს პროტესტი, რაღაცნაირად რუტინაა და ცოტა არ დაიღალე გულწრფელად, აი ყოველ დღე აქ ყოფნა, კი ძალიან საყვარელ და კარგ საქმეს აკეთებ, შენს გარდა იმისა რომ ისტორიას ქმნი ერთობით, ხო? რაღაცა შენი საყვარელი საქმეა ეს, მაგრამ დღის ბოლოს რომ მიდიხარ სახლში, ცოტა გამოფიტული არ ხარ? იცი რა არის, ყოველდღიურობა თუ რუტინაში არ ჩასვი და არ გაიაზრე ის რომ კი ეს საკეთებელია და ეს რუტინაა და ეს უნდა აკეთო, აი მაგალითად ყოველდღე რო დგები და ხელპირს იბან, ხო, რუტინაა რა, დღის რუტინა. თუ გინდა თავის მოვლად და როგორც იმას გაიაზრებ, კი ეს ჩემი საქმეა, ყოველდღიურად ეს უნდა ვაკეთო. მე არ არის რთული, იოლია რა. მადლობა ბოდიშით. როგორ ხარ? ბოდიში. რამდენიმე კადრი შენ რაც გამოარჩევდი მომავალში რომ მკითხოს ვიღაცამ, აი მაჩვენე რა იყო? ერთი ფოტო მახსენდება, ეხა უცბად ძალიან 29-30 ნოემბერია.
პირველი დარბევები უკვე მოხდა და ერთი კადრი არის პარლამენტის წინ სრულიად სიბნელია და სილურჯია ეს ფერები ლურჯ ეფექტს აძლევს ამ ფოტოს და მხოლოდ საქართველოს დროშა არის ამოწეული და ეს საქართველოს დროშა არის ძალიან ლამაზად და ეგ კადრი მიყვარს განსაკუთრებით აი ეს მიყენია აი სკრინზე მიყენია აი ეს კადრი მომწონს ძალიან ერთ-ერთი ფავორიტული კადრი არის ჩემთვის ეს არის მაგალითად აი ადამიანის პორტრეტები, კონკრეტული ადამიანის პორტრეტები, მაგალითად აზადეიდას პორტრეტები მიყვარს ძალიან, აზადეიდას გადაღება. ძალიან ბევრი ემოცია ჩანს, ტკივილი, იმედი, რა, ყველაფერი ჩანს ამ ადამიანში. აზას ფოტოების გადაღება მიყვარს. მიყვარს ძირითადად პორტრეტების გადაღება მიყვარს ადამიანებში, ისე რომ არ იცოდნენ რომ უღებ. რომ რაღაც სიმართლე ჩანს მაგაში, სიმართლე ჩანს მათ თვალებში, ხო რა, გამომეტყველებაში. რა ეს კონკრეტულად ეხა მიყვარს ახალი წლის ფოტოები, ახალ წელს რო აქ შევხვდით. საოცარი მომენტი. თან ეს განათებაც გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ უფრო რაღაც საზეიმო განწყობა ყოფილიყო ადამიანებში და ფოტო არის გადაღებული მერიოტის მხრიდან, რომ აი ეს აურაცხელი რაოდენობა ადამიანების, კი ეგ ფოტო ძალიან მიყვარს. ზონია რო არის იმედის მომცემი ეს ფოტო რა. 28-ში რა მოლოდინი გაქვს? ბევრი ხალხი იქნება? ეხლა ვაკვირდებოდი, რამოდენიმე დღეა ვაკვირდები მუსიკალური ივენთები რო იდება და 28 თარიღის რა, მუსიკალური ივენთები იდება სხვადასხვა ადგილებში და აი ხო მოდიხართ რაღაცები ხო იწერება სარეკლამო პოსტები რა ამათი და კომენტარებში შევდივარ სპეციალურად და ჩემთვის საერთოდ უცხო ადამიანები წერენ რომ რა კონცერტი, რა გეკონცერტებათ 28-ში ერთი წელი ხდება, მასშტაბური აქცია და რა თქმა უნდა ვიქნები რუსთაველზე. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია იმის რომ რა ვიცი, მგონია რომ ბევრი ხალხი იქნება და მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, გადავიღებ ადამიანებს. როგორი კადრის გადაღება გინდა 28-ში? უფრო იმედიანი სახებს, იმედიან გამომეტყველებებს გადავიღებ პროტესტის მონაწილეების, რომ ისევ ერთმანეთს დაინახავენ და ისევ იგრძნობენ იმას, რომ კი ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. ეს მგონი. ველოდებით ჩვენს იმედიან ფოტოებს. მადლობა. ნახოთ. დარწმუნებული ვარ. აი ამ გოგონას გადავიღებ, ბოდიში გურა. აი პარლამენტის ფონზეა, ძალიან კარგია. რა კარგია ეს.